მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის გენერალურ დებატებზე შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოდის, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. პრეზიდენტმა ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებაში საგარეო დახმარების გადაფასების შესახებ ისაუბრა უცხოურ დახმარებაზე. ამ სიტყვების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის იყო, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ამხილა უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკა, რომელიც ხშირად პოლიტიკური მიზნით ჩარევისთვის გამოიყენება, თუმცა წარმოჩენილია როგორც დახმარება დემოკრატიულ განვითარებაში. საერთაშორისო საზოგადოების განვითარების უჩვეულო პერიოდის მომსწრენი გავხდით, როცა უცხოურმა დახმარებამ უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციის სახელითა და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის ზიარ მიაყენეს როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. უფრო მეტიც, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა. თუმცა ამ კონცეფციების, პრინციპებისა და პროცესების დეტალურ შესწავლას ძალიან არასასიამოვნო დასკვნამდე მივყავართ. უცხოური დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიპულირების გზით დემოკრატიის არსი დაშორდა თავის თავდაპირველ განმარტებას. მმართველობა ხალხის მიერ შეიცვალა უცხოური მმართველობით. დემოკრატიის ნაცვლად შემოგთავაზეს ელიენოკრატია, ანუ მმართველობა არა ხალხის ნების შესაბამისად, არამედ უცხოეთიდან დაწესებული დოგმებით, რომლებიც ლეგიტიმაციას უცხოეთიდანვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსენსუსის საფუძველზე იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის ყველაზე ძლიერი საყრდენი ნორმების, მოსაზრებებისა და არგუმენტების მრავალფეროვნებაა, ელიენოკრატიამ ანუ უცხოურმა მმართველობამ იდეოლოგიურ დონეზე შეზღუდა ეს მრავალფეროვნება და უპირატესობა მიანიჭა საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც უცხოელების მიერ თავს მოხვეულ დღის წესრიგს იზიარებენ, თუმცა კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავისმოხვევა დემოკრატიის არს ეწინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას. საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც ამ თავისმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა. ვიხილეთ, როგორ განვითარდა უცხოური მხარდაჭერით უცნაური ნარატივი, როცა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გაიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება გაიგივეს ხალხთან. ასეთი მანიპულაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხად იქცნენ. შედეგად საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებული არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე. ის ფაქტი, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცვალეს პირდაპირ დარტყმა დემოკრატიაზე. დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ინტერესები გვალავდებულებს, რომ დაუბრუნდეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ნორმებს. ესენია სუვერენიტეტი, დემოკრატია და შიდა საქმეებში ჩაურევლობა. ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა გზა უნდა მისცენ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისად ნამდვილ დემოკრატიას.